ლეგენდის თანახმად ამ ტბის ადგილას ადრე პავლიას ტომი ცხოვრობდა. ერთ დღესაც მიწა გასკდა, მიწიდან ამოხეთქილმა წყალმა კი მთელი სოფელი დაფარა. ასეთია ლეგენდა პავლიას ტომის ტბის შესახებ. კოლხეთის ეროვნულ პარკში რამდენიმე ტბაა, მათ შორის ყველაზე დიდი არის პავლიას ტომი, სადაც ჩვენ ახლა ვართ და ის ზღვის დონიდან 0.3 მეტრით დაბლა მდებარეობს. საქართველოს ტბებს შორის პავლიას ტომი სიდიდით მესამეა და ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარეობს. ადრე ის შავი ზღვის უბე იყო, შემდეგ ზღვას გამოეყო და ტბად იქცა. დროთა განმავლობაში უბეც ამოიუსო და ზღვასთან კავშირიც გაწყდა. 1924 წელს კი ტბის ერთი ნაპირიდან არხი გაიყვანეს და ზღვას შეუერთეს. დღეს პავლიას ტომი კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი და ერთ-ერთი შთამბეჭდავი ადგილია. როცა ვიზიტორი შემოყავს აქ, ხო? კითხვა ესეთია, რომელი სეზონი ჯობია ყველაზე, ჩემთვის ყველა სეზონი მაგარია აქ. თუნდაც გაზაფხული ისეთია, რომ ყვავის ყველაფერი, აქ ყვავილებითა სულ მთელი ტერიტორია ყვავილებითა მინდვრის ყვავილებით. ზაფხული ხო აქ ხედავ, იმდენი მწვანეფერია, რომ ვერ აღიქვამდგიდეს, ამდენი მწვანეფერი თუ იყო, სულ არ ვიცოდი აქ მოსვლამდე და შემდეგ შემოდგომა ხო ჩალისფერი ხდება ყველაფერი აქ და ზამთარი ჩვენთან ნაკლებია ზოგადად თოვლი, მაგრამ თუ დათოვა იმ შემთხვევაში არის უმამაზესი აქაურობა. ემზარ მალანია ყოფილი ნიჩბოსანია და უკვე 10 წელია კოლხეთის ეროვნულ პარკში მუშაობს. დაცულ ტერიტორიაზე შემოსვლა და პატრულირება დღეში რამდენიმეჯერ უწევს. მისი მთავარი მოვალეობა მცენარეებისა და ცხოველების ბრაკონიერებისგან და სხვადასხვა დაავადებებისგან დაცვაა. ბრაკონიერობა ნაკლებია იმდენად, რომ რახან მოძრაობთ აქ ყოველდღე და ყოველდღიურად პატრულირება ხდება. თვითონაც ერიდებიან და არავის არ უნდა დღეს ზედმეტი თავის ტკივილი. შემდეგ ვაგვირდებით ხემცენარეებს, ცხოველებს, ფრინველებს, რომ იმდენად არის აქ ალბათა ეს ცხოველები და ხემცენარეები, რომ ეს გვინდა რომ მასიურად ყველა აღწეროთ, აღნიშნოთ, ამას ჩანაწერებს ვაკეთებთ თუ რამე არ კონდეს ხემცენარეს რაღაც დაავადებები. ვიგზავნიან მე რაღაც შესაძლებლობებს, ამას შეცვალოთ ხოლმე. მაქსიმალურად ცდილობთ, რომ არ დაზიანდეს და ეს ველური ბუნება შევინარჩუნოთ. იმისათვის, რომ პავლიას ტომსა და მდინარე ფიჩორზე გაისეირნოთ, პირველ რიგში ქალაქ ფოთთან, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში უნდა მიხვიდეთ. უკეთესია ტური წინასწარ დაჯავშნოთ. სანამ პავლიას ტომი ფიჩორისკენ აიღებთ დღეს, ოქროს ტბაზე გასეირნებაზე უარი არ თქვათ. კაიაკებს ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოგცემენ და რეინჯერები მისი მართვის წესებსაც აგიხსნიან. აქვე ზიპლაინითაც შეგიძლიათ დაეშვათ და შემდეგ ვიზიტორთა ცენტრის შიდა ტერიტორია დაათვალიეროთ. ეს არის ჩვენი ვიზიტორთა სივრცე. ის ყველაფერი, რასაც პარკში ნახავთ, ამ სივრცეშია თავმოყრილი. პავლიას ტომს გაზაფხულსა და შემოდგომაზე 1000-ზე მეტი სახეობის გადამფრენი ფრინველი სტუმრობს. მათ გარდა არიან ისეთებიც, რომლებიც ეროვნულ პარკში მთელი წლის განმავლობაში რჩებიან. ფრინველების ნახვა და მათი ხმების მოსმენა ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ. აქ შეგვიძლია რომ მოვისმენთ ახლა რომელიმე? აქ შესაძლებელია მაგალითად იხვისებრთა რამდენიმე ოჯახის წარმომადგენლის მოსმენა, მაგალითად მელოტები, რომლებიც ზამთარში არიან. რუხი ყანჩა მობუდარი ფრინველია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მისი ხილვა პარკის ტერიტორიაზე. ფრინველებთან ერთად პარკის ტერიტორიაზე ცხოველებისა და გამყინვარებას გადარჩენილი მცენარეების ნახვასაც შეძლებთ. 4 ხაზოძო მწოვრებიდან თქვენს ყურადღებას გავამახვილებ მაგალითად აი ძალიან ლამაზ იშვიათ სახეობაზე შველი გახლავთ რა თქმა უნდა ეს რომელიც საკმაოდ მომრავლდა პარკის ტერიტორიაზე და ხშირი არის აგრეთვე ვიზიტორს რომ ხვდება ტურზე. კოლხეთის ტერიტორიისთვის დამახასიათებელი წითელი ნუსხის სახეობა კოლხური მუხა, რომელიც გამყინვარების პერიოდს არის გადარჩენილი და ის უნიკალური სფაგნიუმის ხავსი, რომლის გამოც იუნესკომ თავისი დიდი ოჯახის კარი გაგვიღო. იკვებება ატმოსფერული ნალექებით და თავის ზომაზე 25-ჯერ მეტი წყლის შეწოვა შეუძლია. ერთგვარ ღრუბელის ფუნქციას ასრულებს და იცავს მიმდებარე ტერიტორიებს დატბორვისაგან.
ვიზიტორთა ცენტრიდან პალიასტომის ტბისა და მდინარე ფიჩორისკენ ფეხიდან ავტომობილით უნდა წახვიდეთ. გზას რამდენიმე წუთი დასჭირდება და მალევე პალიასტომის ტბის შესასვლელთან მიხვალთ. ვიზიტორთა ცენტრიდან პალიასტომის ტბამდე მოსასვლელად დაახლოებით 5 წუთი დაგჭირდებათ მანქანით და აქ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ ან პანტონით გასეირნება, ან კატერით და ამ შემთხვევაში ჩვენ კატერს ავირჩევთ. სანაოსნო ტური პალიასტომის შესასვლელიდან იწყება. ტბის გაშლილი სივრცეების გავლის შემდეგ გარემო მოულოდნელად იცვლება და წყლის მცენარეების დერეფანში აღმოჩნდებით. გზად სათვალთვალო კოშკები შეგხვდებათ, სადაც გაჩერება და გავლილი გზის ზემოდან დათვალიერებაა შესაძლებელი. სანაოსნო ტურის ბოლოს კი რეინჯერები მდინარე ფიჩორის ნაპირას საპიკნიკე სივრცემდე მიგიყვანენ, სადაც დასვენებას მზის ჩასვლამდე შეძლებთ.